გამარჯობა ანა, მივესალმები TV პირველის მაყურებელს. 13 წლის თავზე, როდესაც ხელისუფლება აანონსებს თითქოს რაღაც ნაციონალური მოძრაობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას, რომელიც რაღაცა დღეში ერთ ხდომას ჩაატარებს და ამით რაღაც 13 წლის წინანდელ ფაქტებს გამოიძიებენ, რა თქმა უნდა, აბსურდია და ფარსი არის, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, რომ რეალური საყრდენი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი სახეების არიან დღეს აღნანი ბიძინა ივანიშვილის, მათი შემომწირველები, მათი მოსამართლეები, მათი ყოფილი ფეოდალები და დეპუტატები, მათი მინისტრის მოადგილეები. ეს არის მოცემულობა, რაც გვაქვს. იგივე მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად, ახლა რასიზამი ხარებას დაიბარებენ ამ კომისიაზე და ქალბატონი წულუკიანი ხარებას დაუსვამს შეკითხვებს. ან ციხისბუნტის საქმეზე გივი მიქანაძეს დაიბარებენ, მაინტერესებს უბრალოდ. ან გირგულიანის საქმეზე მურუსიძეს დაიბარებენ, ან ბექაუდიშარიას, რომელიც ნაცმოძრაობის შემომწირველი იყო 2012 წელს, როდესაც სიკვდილ სიცოცხლისთვის იბრძოდნენ ადამიანები. ან იგივე მათი მინისტრი დათო სონღულაშვილი. ამ ადამიანებს დაიბარებენ და შეეკითხებიან, რა ხდებოდა, რა რეჟიმს ეხსახურებოდნენ. ეს ხო ფარსია თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ სხდომას, არ შეიძლება შენს პოლიტიკურ ინტერესებს ისე იმგვარად ალაგებდე, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სახელმწიფოს რეპუტაციას ბღალავდე შენი კონკრეტული ქმედებებით. ეს არის მოცემულობა. საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე, მათ შორის სახელმწიფოთა შორისი დავებით, საერთაშორისო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჰააგის სასამართლოში დადასტურებულია ომთან დაკავშირებული გარემოებები. შეუძლებელია შენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყო სამხედრო მოქმედებები ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ მოცემულობა გვაქვს. ფაქტი რომ ოკუპირებული არის ეს ქვეყანა, ხო? ამ ქვეყნის ტერიტორია უამრავი ადამიანი სახლკარიდან გამოყარეს, უამრავი ადამიანი მოკლეს. ანწუხელიძის ქვეყანაში როგორ შეიძლება მსგავსი ტიპის კომისიები იქნებოდეს? სიმართლე რომ გითხრა, შტაბ-ეჭვლებამ რჩება იმ კითხვების ფორმულირებით, როგორც სვამდნენ ეს ადამიანები ამ კომისიის ხდომაზე ამ კითხვებს, რომ აი დუმაში შეიძლება დაესვა რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს წევრს ესეთი ტიპის შეკითხვები. როგორ შეიძლება? რას აკეთებენ ეს ადამიანები? აი ღია ჭრილობას, აი რომელიც დახურვასაც ვცდილობთ და ვცდილობთ რაღაცა გადაუდგათ მშვიდობისკენ ნაბიჯები, ისევ ხსნიან და მარილს აყრიან და ჯიჯგნიან, ხო? აი ეს არის მოცემულობა, რაც გვაქვს. როგორ არ ცხვენიათ? მე შემრცხვებოდა პერსონალურად, როდესაც იუსტიციის მინისტრი, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოთა შორის დავებში საკუთარ სახელმწიფოს, მათ შორის სტრასბურგში, ჰააგაში, დღეს დგას და ესეთი ურცხვი, უტიფარი ფორმულირებებით სვამს შეკითხვებს. როგორ შეიძლება ესეთი ტიპის დისკუსიის გახსნა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც არის საყოველთაო დადგენილი, ეს არის პრეიუდიციული ფაქტები, საერთაშორისო სამართლის დონეზე დადგენილი ფაქტები და ამის რევიზიას როგორ შეიძლება საკუთარი სახელმწიფო წინააღმდეგ აკეთებდეს შენ? ეს არის ზუსტად მოღალატეობრივი აქტი, საკუთარი სახელმწიფო წინააღმდეგ. აი ამ სურათს ამაზე უარეს ვერა გააკეთებდა. ამ სურათს ახლა ოცნება ისევ წინასაარჩევნო ტყიდის, იმიტომ რომ სულ არჩევნები არის ამ ქვეყანაში, ხო? ანუ ეს არის მთავარი მიზანი. აი სწორედ ეს არის ჩემი მთავარი კითხვა, სხვათა შორის არა იმ ფაქტების შეფასება და იმ საკითხების, რაც განიხილება, არამედ რისთვის იყენებს ამ ყველაფერს და აი ამაზე რა ტიპის პასუხი არის საჭირო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და რა არის სწორი რეაგირება, ხო? დატოვო უპასუხოთ, რაღაცას ნაწილზე უპასუხო, არ მისცეს საშუალება რომ გამოიყენოს პროპაგანდისთვის, თუნდაც საკუთარი ქვეყნის დაზიანების ხარჯზე და ინტერესის დაზიანების ხარჯზე, თუ აი რა უნდა გააკეთო, ხო? ისე მოდი აი არჩევნების კონტექსტზე გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ახალი არჩევნების ჩანიშვნა არის მიმდინარე მოთხოვნა, ხო? ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოების, კრიტიკული ქვეყნის კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების და ამიტომაც თქვათ აი რას აკეთებს ოცნება? ჩვეულებრივად წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობს და ამით რას ეუბნება საზოგადოებას? რეალურად ეხლა ზუსტად აი ქურგში გახვეული, მგლის ქურგში გახვეული ოცნება დღეს ახლა ისევ მანტიას იგებს რაღაც თითქოს ნაციონალურ მოძრაობასთან მებრძოლი ხატის რაღაცა შექმნას ცდილობს და ისევ 13 წლის თავზე თითქოს ამარცხებენ იმ ნაციონალურ მოძრაობას, რომლის მთავარ ავანგარდში იყვნენ მოსამართლეები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი ქვეშევრდომები არიან. პერსონალურად ის მინისტრები, ის დეპუტატები, რომლებიც პირდაპირ ფორმით პორტირებული ყავს, მათ შორის ის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს არიან ბიძინას სამსახურში და პირდაპირ ფორმით ნიღაბ ჩამოცმულებით ძალადობენ საკუთარ ახალგაზრდებზე. ყველა შეკითხვას, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცეს. ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ფარსი, რომელსაც გვთავაზობს, ხო? თითქოს ეხლა რას გააკეთებენ? ჰაჰა, ბოლო-ბოლო დასკვნა დადო რამდენიმე სხდომის შემდეგ, ბერდია, მარტო ნაცმოძრაობაზე არის ლაპარაკი.
იმიტომ რომ ოცნება ღიად ამბობს რომ მისი მიზანია საერთო ქვაბში ჩახარშოს ყველა კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე ახლა იმდენი თქმულა რომ აი რაღაცა ფორმით შეიძლება თქვენს დაგიკავშირონ რაღაც საკითხი ახლა ერთ-ერთი პირველი არ ვიცი ოცნების ფანტაზია სადამდე შეიძლება წავიდეს თეორიულად ამათ ბინძურთავებში შეიძლება მოიხარშოს ყველაფერი სამიზნეთ არის გამოცხადებული რომ საერთო კოლექტიური ნაცმოძრაობის ქვაბში მოიხარშოს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი 4 ჯგუფზეა საუბარი აქედან გამომდინარე ალბათ ყველაფერს შეიძლება დაელოდოს ადამიანი მაგრამ ეხლა ხაზარაძის და ჯაფარიძის გამოძახება ერთ-ერთ პირველ რესპონდენტებად ნუ ესეც კონკრეტულ საკითხზე მიუთითებს ხო აქ ხომ გამოსაკითხი პირი შემთხვევით არ არის შერჩეული უყურეთ ანა უბრალოდ ჩვენთან მიმართებით ბუნებრივად ვერ მოხდება 2012 წლამდე არც ბიზნესში ვიყავით არც პოლიტიკაში ვიყავით ხელისუფლებაში რასთან დაკავშირებით უნდა დამიბარონ მე უბრალოდ ამ ჩვენი პოლიტიკური გუნდის რომლებია თეორიულად შესაძლებელია 1000 სიბინძურე შეიძლება მოიფიქრონ და მოგატმასწრონ მაგრამ არც ვამბობ ამას ვიძახ თეორიულ დაშვებას უშე მაგრამ ეს ხო ბუნებრივია და ხელოვნური და სიგიჟე იქნება და ამას ყველა ხედავს ხო ამ ბოლო დღეების განმავლობაში ყველამ დაინახა ეს ხელოვნური მცდელობები ანუ აი ესეთი უსუსური მცდელობები მაგრამ მე რისი ხაზგასმა მინდა ანა და რისი თქმა მინდა ხო რეალური მიზანი ამ ადამიანების რაღაც ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა კი არ არის ეს ადამიანები აი ამ ჭრილობებს კიდევ ხსნიან იარებს ხსნიან და ის რეჟიმი მაგალითად გირგულიანი საქმე მაინტერესებს ერთი მისი ოჯახის რომელიც წევრი უნდა დაიბარონ რა მორალით რა სინდისით და რაზე უნდა ესაუბრონ რომ მურუსიძე არის უადოდ არჩეული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რომელმაც მთელი სამართლებრივი სისტემა მართლმსაჯულების დააკომპლექტა თვითონ მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად ან რა უნდა ელაპარაკონ რომ ხარება არის მარბიელი რაზმების მეთაური ან ციხის ბუნტის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს რა უნდა ელაპარაკონ რომ გივი მიქანაძე არის ჩვენი სახე ან ყოფილი ადვოკატები რომლებიც ძალიან კარგად თანამშრომლობენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან დღეს ჩვენი უმრავლესობის ლიდერია თუ აი ესეთი ტიპის ადამიანი რა უნდა ესაუბრონ ამიტომ ეს არის თავიდან ბოლომდე ფარსი და ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო ესენი თავად არიან განსხეულებული ნაციონალური მოძრაობა რაც იყო 2012 წელს ეს არის ამათ მიღაბი ჩამოხსნილი აქვს უკვე თავიდან ბოლომდე ესენი არიან ზუსტად იმ რეჟიმის ნარჩენები რომლებიც 2012 წელს ამ ქვეყანამ ეგონა ყოველ შემთხვევაში და მეც მეგონა და მჯეროდა რომ წასულს შევაბარეთ მაგრამ როგორც ჩანს ყველა რეჟიმი ერთსა და იმავე გზას გადის ზუსტად ამ ძიმე გზას გავდივართ ეხლაც და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი მაგრამ ერთი ინფორმაცია სიბინძურეშიც კი განსაკუთრებული სიბინძურია საკუთარი ქვეყანას აბრალებდა ომის დაწყებას ეს არის იმაზე დიდი დანაშაული ვიდრე წარმოუდგენია ვინმეს ოდესმე ჩაედინოს ეს არის იმაზე დიდი უბედურება ამიტომ ასეთი ტიპის საქმეებთან აი ესეთი ტიპის დამოკიდებულება რა თქმა უნდა არის მოღალატეობრივი. კარგი, ერთი ინფორმაცია მინდა რომ მაყურებელს მივაწოდო თქვენთან საუბრის პარალელურად ბერდია. მამუკა ხაზარაძის პოსტი არის სოციალურ ქსელში, სადაც ის წერს შემდეგს, რომ პროკურატურიდან დამიკავშირდნენ მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ წერს ხაზარაძე საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, უნდათ დაკავება. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს კიდევ ერთხელ ვამბობ, გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოში კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ. ეს არის ხაზარაძის სტატუსი სოციალურ ქსელში, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ დაბარებულია პროკურატურაში, უნდათ მისი დაკავება, ასეთია მისი სტატუსი და მზად არის რომ მაგისტრ მოსამართლეს დაელაპარაკოს და იქ უპასუხოს კითხვებს. კარგით, რა სიტყვით? აი ესე ვითარდება მოვლენები, ხო? და ესეც კონკრეტული დასკვნის საფუძველია. ხო, რა თქმა უნდა, ბატონი ხაზარაძის და ჯაფარიძის გადასაწყვეტი იყო, რა თქმა უნდა, ამ კომისიაზე მივიდოდნენ თუ არა. ნუ რეალურად იმ პირობებში, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები არ არის, რაღაცა განსაკუთრებული ობიექტურობის მოლოდინი არ უნდა გქონდეს, მაგრამ მე მაინც გამოვიცხავ, რომ რაღაცა დაკავებამდე მივა ეს პროცესი, ალბათ უნდა რაღაცა მართლმსაჯულების განხორციელების რაღაცა სურათი შექმნან, თითქოს რაღაცა ანუ დაკიდონ ეს საქმე დაკიდონ. ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს, ბრალის აყენების, გირაოს შეფარდების, ან ჯარიმის დაკისრების მერე განაჩენის დროს. ანუ
თეორიულად პატიმრობისაც, მაგრამ ანუ მე არ მგონია რომ ეხა ამ ზომამდე ან ყველაფერი არის მოსალოდნელი იმ ჯგუფისგან, რა თქმა უნდა, რომელიც ეხა ხელისუფლებას მართავს, მაგრამ ესეთი სცენარის განვითარებას მე უფრო არ ველოდები სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა იყო თავად ბატონი ხაზარაძის გადასაწყვეტი და ჯაფარიძის ამ კომისიის ხდომაში მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ თეორიულად ეხა მე თუ მეკითხებით უნდა მისულიყვნენ თუ არა ეს ამის თქმა ძალიან რთულია, თუმცა მე თეორიულად რო დავებარებინეთ, მე მივიდოდი და პასუხს გავცემდი და იქვე ვამხელდი ჩემს სიმართლეში პირობითად ამ კომისიის წევრებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს რა თქმა უნდა. კომისიაზე მიხვიდოდით და იქ უპასუხებდით ყველა კითხვას, რაც იქნებოდა დასმული, ეს თქვენი პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით? ხო, ნუ მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თვითონ წვეთს პოლიტიკურ სამართლებრივად ადამიანი მივიდეს თუ არ მივიდეს, მაგრამ მე როგორც ერთ ადამიანს თუ რიგიც მეკითხებით, ესე გავაკეთებ. ხო, ანუ აქედან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება რომ თქვენ კატეგორიულად არ იზიარებთ, მათ შორის ჩვენ საკმაოდ მკაფიო შეფასებები ვნახეთ, ხო, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც მივიდა და მკაცრი, იგივე გვარამია, რომელიც წერს, რომ წულუკიანის კომისიაზე მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი გამპრავლებელი ბოდიალი ამას არ უშველის წერტილია. გვარამია ზუსტად ასეთი წარმატებით გვიმტკიცებდა, რომ გრიგოლ ვაშაძის არჩევა იყო პატრიოტიზმი და სალომე ზურაბიშვილის ამ ქვეყნის ღალატი და დღეს ეს ადამიანი თავჩარგული არის სილაში, გაუჩინარებული და იქიდან სხვა მესიჯებს აჟღერებს. ამიტომ გვარამია რას ლაქლაქებს, ეს შეიძლება შეიცვალოს 2-3 წლის შემდეგ სხვანაირად. ამიტომ მისი აზრი არანაირ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით არ მაინტერესებს, იმიტომ რომ შეუცვლია 1000-ჯერ და ალბათ კიდე შეიცვლის 1000-ჯერ. კარგი, გასაგებია თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ მიხვიდოდით სხვის ასხვების ადგილზე და უპასუხებდით არსებულ კითხვას, ასეთ შემთხვევაში. მე არ ვიცი, მათ მდგომარეობაში არ ვარ, ამიტომ შეიძლება არასწორიც იყოს ეს, მაგრამ მე ჩემი აღქმა გითხარი და ჩემი გადმოსახედიდან თავად ბატონი ხაზარაძის და ჯაფარიძის გადასაწყვეტია. ეს არ არის კავშირი, ეს თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის არ არის ლეგიტიმაცია, არ ლეგიტიმაცია საკითხთან დაკავშირებული, ანუ ამ ჭრილში არ უყურებთ ამ საკითხს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, რომელიც რეპრესიულია და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. ამ კანონებით რო ადამიანებს სასამართლოში რომ მიდიან ეს ადამიანები, მე არ გეუბნებით რომ ასიანი ისე უნდა ფიქრობდეთ, მე გეკითხებით თქვენ პოზიციაზე. არ არის რა თქმა უნდა პოზიციაზე და რითია გამყარებული. მე არგუმენტი მოგიხვანეთ. კი, მესმის. აი მარტივად გითხარით. მარტივად გითხარით, კანონი რომელიც მიიღო მაგალითად არალეგიტიმურია პარლამენტმა, ამის საფუძველზე რომ ადამიანებს სასამართლომდე და ადამიანები მიდიან სასამართლოში, ესე იგი რა ლეგიტიმაციას აძლევენ ამ პროცესს, ხო არ არის ესე. ხო აბსურდია ხა ამ ყველაფრამდე დაყვანა, ამ ყველაფრის კომისიაში მიხვედი თუ არ მიხვედი, ამით რაღაცა ლეგიტიმაცია მიეცი. ხო, ნუ მურუსიძის სასამართლოზე ხო ამბობს ეს ადამიანი რომ მივალ და გავცემ პასუხებს შეკითხვებს, ხო ეს ხო ლეგიტიმაცია არ არის და აღიარება ამ სასამართლოში, რომელიც ჯიბეში უდევს მაგალითად ივანიშვილს, ხო? ხო არ არის ეს აღიარება, ამიტომ მე ვფიქრობ, ასე დაწვრილმანება არ შეიძლება ამ საკითხის კომისიაზე ვინ მივიდა და ვინ არ მივიდა. ეს დაწვრილმანებად არის აღქმული თქვენი მხრიდან. საინტერესოა ამ საკითხზეც ვხედავ, რომ არის განსხვავებული პოზიცია. საარჩევნო ჭრილში გასაგებია, ბერდია, მიღებულია თქვენი პასუხი თუ ესეთი ფორმულირება სწორია. ბერდია, საარჩევნო ჭრილზე კითხეთ თქვენ და არ ვიცი თუ მიპასუხეთ ამ ნაწილზე. შემდეგ ხაზარაძის შესახებ მივაწოდეთ მაყურებელს ინფორმაცია, რომ ის დაბარებულია გამოკითხვაზე და მზად არის, რომ მაგის მოსამართლეს უპასუხოს. აი, ამ ჭრილზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად. ოცნება ეხა ამ საარჩევნო ველზე არის აი ამ პროცესის ჩვენებით კონკრეტულად და ისევ თავის ამომრჩეველს ელაპარაკება ან სხვა საშინებს თუ აი რა სურათს ვადევნებთ ჩვენ თვალს და რა იქნება ამაზე სწორი ადეკვატური პასუხები. რა თქმა უნდა, ნუ ეს არის საარჩევნო პროცესში, ახლა თავიდან ბოლომდე საარჩევნო პროცესშია გადართული, ხო, ხელისუფლება. ზუსტად ასევე თავის დრის წესრიგს ალაგებს, იგივე მესიჯები აქვს ზუსტად აბსოლუტურად იდენტური, როგორც ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებამდე, ეს იყო მშვიდობის საკითხი, რომელსაც ასაღებს მოსახლეობას თითქოს მშვიდობის მცველია ამ ქვეყანაში და თვითონ ყავს დარბეული და პირდაპირი ფორმით სისხლი აქვს დაღვრილი რუსთაველის გამზირზე საუკეთესო ახალგაზრდების
გამოკეტილი ყავს ციხეში მსახიობები, ლექტორები, სტუდენტები. აი ეს არის რეჟიმი, რომელიც დღეს გვეუბნება, რომ მშვიდობა გვაქვს, ნაციონალური მოძრაობა თითქოს ვებრძვით და უნდა ავგრძელოთ და ეს არის საარჩევნო კამპანია, ხო, რა თქმა უნდა, რომელშიც არის ხელისუფლება. ჩვენ ახლა თუ გვეკითხებით, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო. ჩვენ ვართ დღეს თავიდან ბოლომდე ესე რომ ვთქვათ, მობილიზებული იმ ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის საერთო სახალხო მოთხოვნა, ხო? ეს არის დაუყოვნებლივ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება, რომელიც აი ესე პირდაპირ სამხედრო ტყვეებივით ყავს რაღაც საკონცენტრაციო ბანაკებში დამწყვდეული ივანიშვილს და მეორე, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისის ამ ქვეყანაში განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში ბუნებრივად ვერ განიმუხტება ეს მდგომარეობა, რაც არის. დღესაც ამ სასანქციო რეჟიმი ისევ გაგრძელდება. ოღონდ ეს სასანქციო რეჟიმი, როგორც თვითონ ოცნება უკავშირებს თითქოს რაღაც სახელმწიფო წინააღმდეგ წესდება, ეს სანქციები, ანუ მშვიდობისთვის ჯიან თითქოს ამ ადამიანებს, არა მეგობრებო. თქვენ ისჯებით იმისთვის, რომ საკუთარ მოქალაქეების ზღვრით რუსთაველის გამზირზე. ისჯებით იმისთვის, რომ პარავთ საკუთარ მოქალაქეებს ევროპულ მომავალს. ხო, ეს ის საკითხია, რომლის აღიარებას ის საკითხია, რაზეც აი საერთოდ არაფერს არ ასხივებს ქართული ოცნება, ხო, ბერდია. ანუ რა იქნებოდა პასუხი, რომ ერთ საქმეზე ერთი ადამიანი გვენახა იდენტიფიცირებული ან გამოძიების მსვლელობა, ან ამ საკითხზე ანგარიშვალდებულება, ან ინფორმაციის მოწოდება, აი ნულოვანი რეაგირება ასეთ მზნობიარე საკითხზე. რეპრესია ერთ მხარეს არის რეპრესიები და მისი მსხვერპლები და მეორე მხარეს არის მოძალადეები რეალური, რომელიც ერთი ადამიანის იდენტიფიცირება, აი ფორმალურად მაინც ხო შეიძლებოდა, ერთი ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოხდა იმ პირობებში, როდესაც მთელი რუსთაველის გამზირი არის კამერებით გადაჭრილებული. მაშინ, როდესაც თქვენმა ტელეარხმა მათ შორის თავდამსხმელები დააიდენტიფიცირა. არ მოხდა იდენტიფიცირება, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ეხლა, როდესაც გამოიჩინა ხელისუფლებამ ასეთი დაჟინებული ინტერესი, ხელში რა უჭირავს ადამიანს ფურცელი და იქ რა წერია, იმის გარჩევაც შესაძლებელია ისეთი კამერები აქვს დამონტაჟებული, ხო? და ესეც რეპრესიის მექანიზმიაო, ამის შესახებ საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მადლობა, ბერდია, დაგემშვიდობები.